DRG ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასაგებ გადასახადად, თუმცა ამაში არაფერია რთული. თქვათ, გარკვეული კომპანია B ეწევა ჭიქებზე ლოგოების და ფოტოების ბეჭდვას და მათ შემდგომ გაყიდვას. ის ყიდულობს ჭიქებს კომპანიისგან A, თითოეულში 2 ევროთ. საქონლის შეძენისას უმეტეს შემთხვევაში თქვენ გადაიხდით არა მხოლოდ თავად პროდუქტისთვის, არამედ მასზე მიბმულ DRG-საც. ამას დაინახავთ, როდესაც სასურსათო მაღაზიაში რამეს ყიდულობთ. ქვითარზე მითითებული იქნება არა მხოლოდ შესყიდვის მთლიანი თანხა, არამედ შენიშვნაც, რომ ეს არის DRG-ს ჩათვლი. ამიტომ კომპანია B კომპანია A-ს გადაუხდის არა მხოლოდ 2 ევროს თითოეულ ჭიქაზე, არამედ მისი ღირებულების დამატებით 19%-საც, ანუ 38 ცენტს, რაც წარმოადგენს დამატებითი ღირებულების გადასახადს. შემდეგ კომპანია B ამუშავებს შეძენილ ჭიქას, ბეჭდავს მასზე ნახატს და ფუთავს. კომპანია B მზა პროდუქტს აფასებს 4 ევროთ. 2 ევრო თავად ჭიქას და 2 ევრო, რომლიდანაც კომპანიამ დახარჯა პროდუქტის ამჟამინდელ ფორმამდე მისასვლელად. ანუ გადაიხადა მასალები და თანამშრომლების ხელფასები და ასევე თავისი პოტენციური მოგება. ეს 2 ევრო წარმოადგენს დამატებით ღირებულებას. ამრიგად, თითოეული მწარმოებელი თუ ის არ ყიდულობს საქონელს საბოლოო პროდუქტის მოხმარებისთვის, ამუშავებს მას, ცვლის და უმატებს გარკვეულ თანხას მის მიმდინარე ღირებულებას. ჩვენს მაგალითში ეს არის 2 ევრო. სახელმწიფო თავის მხრივ იღებს გადასახადს მწარმოებლისგან, რათა შექმნას მათთვის ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა. თუმცა არა პირდაპირ, არამედ ირიბად. იმ ღირებულების საფუძველზე, რომელსაც ეს მწარმოებლები ქმნიან. მოდით დავასრულოთ ჩვენი მაგალითი. კომპანია B-მ შეაფასა თავისი ჭიქა 4 ევროთ და ყიდის მას საბოლოო მომხმარებელზე. მყიდველის ქვითარი იქნება 4 ევრო და 76 ცენტი. DRG-ს ჩათვლით, რომელიც წარმოადგენს 76 ცენტს. მყიდველისგან აღებული 4 ევრო და 76 ცენტიდან 76 ცენტი მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს ბიუჯეტში. თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ გადასახადი დაწესდება მხოლოდ დამატებულ ღირებულებაზე, ანუ 2 ევროზე, რომელსაც კომპანია B-მ დაამატა შეძენილი ჭიქის ღირებულებას და გადასახადი უნდა იყოს 38 ცენტი. რა არის აქ არასწორი? საქმე იმაშია, რომ როდესაც კომპანია A-სგან ყიდულობდა ფინჯანს, კომპანია B-მ უკვე გადაიხადა DRG-ს 38 ცენტი. შესაბამისად, გადასახდელი DRG-ს თანხის გაანგარიშებისას ბიუჯეტში კომპანია B გააკეთებს გამოკითვას, რათა თავიდან აიცილოს ორმაგი დაბეგრვა. 76 ცენტს ის გამოაკლებს უკვე გადახდილ 38 ცენტს და მიიღებს 38 ცენტს. DRG-ს სწორ ოდენობას, დამატებით ღირებულებას თავისი საქონლის ღირებულებაზე. ამრიგად ბიუჯეტი მიიღებს საქონლის საბოლოო ღირებულებას 19%-ს. ამ გადასახადის ნაწილს იხდის კომპანია B და ნაწილს კომპანია A. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში DRG-ს გადამხდელები არიან მწარმოებლები, ფაქტობრივად ამ გადასახადის გადახდა ხდება საქონლის საბოლოო მომხმარებელზე. შესაბამისად, DRG-ს განაკვეთების ზრდა იწვევს საქონლის სხვადასხვა ჯგუფისთვის ფასების ზოგად ზრდასაც. სხვადასხვა DRG-ს ტარიფები არსებობს დღეს გერმანიაში. 2026 წლისთვის გერმანიაში გათვალისწინებულია 3 ტარიფი: 0% ექსპორტირებული საქონლისთვის, სამედიცინო მომსახურებისთვის და ასე შემდეგ. 7% მაგალითად საკვები პროდუქტისთვის, წიგნებისთვის, ხელოვნებისთვის და ასე შემდეგ. და სხვა შემთხვევებში გამოიყენება 19%-იანი ტარიფი. თუ საინტერესო იყო, არ გამოტოვოს სხვა ვიდეოები გადასახადებთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით. მომავალ შეხვედრამდე.